ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის მორიგის სასამართლო პროცესი 26 ნოემბერს გაიმართება. დღევანდელ ხდომაზე კი ბრალდების 4 მოწმე დაიკითხა. პროკურატურის ინფორმაციით მათ მიქაუტაძის კორუფციული დანაშაული და ფულის გათეთრება დაადასტურეს. დაცვის მხარემ საფინანსო ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვაც მოითხოვა. მუხლები, რომელთაც მიქაუტაძეს ედავებიან, 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პრინციპი წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს იმას, რომ რომეო მიქაუტაძის ოჯახს გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააჩნდა ლეგალური შემოსავლის სახით 15 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი, რაც სრულად საკმარისია იმ თანხის დასაფარად, რომელსაც მას ედავებიან, მას ედავებიან, რომ თითქოს მან უკანონო შემოსავლის სახით მიიღო 8 მილიონი ლარი და შემდეგ მოახდინა მისი ლეგალიზება. ამ დასკვნით დასტურდება, რომ მას ჰქონდა ის თანხები, რასაც ბრალდების მხარე მიიჩნევს უკანონოდ, მას ჰქონდა ლეგალურად. დაიკითხა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც თბილ სერვისს მიაწოდა ლედსანათები, რომელიც დაუსაბუთებლად რომეო მიქაუტაძის გადაწყვეტილებით არ იქნა მიღებული. რის შედეგადაც ზიანი მიადგა სახელმწიფოს, რადგან სასამართლომ დააკისრა თბილ სერვის ჯგუფს 114,000 ლარის გადახდა. ბევრი მოწმეა წარსადგენი, ასევე გამოკვლეულ იქნება წერილობითი მტკიცებულებები და ბრალდების მხარე დაადასტურებს, რომ სწორად აქვს მას ბრალდება შერაცხული და ვიმედოვნებ, რომ მის მიმართ გამოტანილი იქნება გამომტყუნებელი განაჩენი.